მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი Great America. დღეს შევეხებით სხვადასხვა თემას. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ თუნდაც მცირე გამომწერებს, ვინც გამომწერა. ეს მართლა მახარებს. და мотивაციას მაძლევს, რომ ვაკეთო ვიდეოები. ის თითოეული ლაიკი, თითოეული კომენტარი მნიშვნელოვანია ჩემთვის და საკმაოდ დიდ мотивაციას მაძლევს. ის მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ამერიკის შეერთებული შტატები, დროშა, ეროვნული დღესასწაული, ეროვნული ჰიმნი, გერბი, დავიწყოთ. პირველი რაც მინდა რომ განვიხილო, ეს არის დროშა. დროშა, როგორც ხედავთ, შედგება 13 ჰორიზონტალური ზოლისგან და თეთრი და წითელი, 7 წითელი და 6 თეთრი ზოლისაგან. ეს ზოლები გამოსახავს იმ 13 შტატს, რომლისგანაც თავდაპირველად შეიქმნა აშშ 1776 წელს ერთიან სახელმწიფოდ. დროშის მარცხენა კუთხეში, ლურჯ ფონზე მოთავსებულია 5 ქიმიანი ვარსკვლავები, რომელთა რიცხვი შეადგენს 50-ს. ამ შემთხვევაში ეს ფოტო არ გამოსახავს 50-ს, აი ეს ფოტო გამოსახავს ზუსტად 50 ვარსკვლავს. დროშის შემქმნელთა აზრით, წითელი ფერი განასახიერებს გამძლეობასა და მამაცობას, თეთრი ფერი სიწმინდესა და უმწიკვლოებას, ხოლო ლურჯი სიმამაცესა და სიმტკიცეს. ლეგენდის თანახმად, ქვეყნის პირველი დროშა შეკერა ფილადელფიელმა მკერავმა ბეტსი როსმა 1776 წელს. თავად ჯორჯ ვაშინგტონის თხოვნით, დროშა დამტკიცდა 1777 წლის 14 ივნისს. ეს დროშა საკმაოდ მიმზიდველ ფერებშია, თვალშისაცემია ეს დროშა და საკმაოდ ლამაზი ფერებისგან შემდგარი დროშა, რაც ყველა სოფლიოს თითოეულ კუთხეში ყველა მიცის ამ დროშის ვინაობა, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ეს დროშა. თუ რა თქმა უნდა სადღაც პირველ ყოფილ ერაში არ ხარ ჩარჩენილი. პირველ ყოფილი არ ხარ. სამწუხაროდ არსებობენ კიდევ ესეთი ტომები დღევანდელ მსოფლიოში, თუნდაც შეიძლება არ იცოდნენ ამ დროშის შესახებ, მაგრამ მოსახლეობის 99.9%-მა იცის ამ დროშის შესახებ. მოკლედ, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა არის ეროვნული დღესასწაული. ყოველი წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს, დამოუკიდებლობის დღეს, როცა 1776 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი იქნა თავისუფლების დეკლარაცია, რომლის ძალითაც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ახალი პოლიტიკური ერთეული, ამერიკის შეერთებული შტატები. ეს დღე ყოველწლიურად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში აღინიშნება. დიდი სახალხო სეირნობებით ეწყობა აღლუმები, ფეიერვერკები, ფესტივალები, კარნავალები და ასე შემდეგ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ულამაზესია ნამდვილად ეს ყველაფერი, რასაც ეხლა თვალს ვადევნებთ და ნამდვილად თვალშისაცემია და სამახსოვრებელია ეს თითოეული ამერიკელისათვის და არა მარტო ამერიკელისათვის, როგორც ყოველთვის, როგორც ვიცით, ამერიკა არის ემიგრანტთა ქვეყანა, დიდი სიხარულით იღებს ის ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღლუმები ძირითადად იმართება დღის პირველ ნახევარში, ფეიერვერკები ეწყობა უკვე საღამოს, როცა
დიდი ქალაქებისა უკვე განათებულია 1000 ფერადი ფეირვერკით, რაც ულამაზეს სანახაობას ქმნის ნამდვილად. 2009 წლის 4 ივლისს ყველაზე დიდი ფეირვერკი მოეწყო ნიუ-იორკსა და შიკაგოში. მართლა მნიშვნელოვანი დღე არის ამეთანხმებით ყველა ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით ასეთი ძლიერი ქვეყნისთვის, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გერბი. როგორც ხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატების გერბი შედგება სხვადასხვა სიმბოლოსგან. ეს არის თეთრთავა, არწივი, ასევე 13 თეთრი ის არის და ყველას განვიხილავთ სათითაოდ. აშშ-ის სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ფრთაგაშლილ თეთრთავა არწივს, რომელსაც მარცხენა კლანჭებში უკავია ზეთისხილის ტოტები, ხოლო მარჯვენაში 13 ის არის. არწივი თავით შემოbrunებულია ზეთისხილის ტოტებისაკენ, რაც მშვიდობისადმი უპირატესობის ნიშანია. არწივს გულთან აშშ-ის დროშის ფერების ფარი ამშვენებს. ნისკარტით არწივს უკავია ლენტი წარწერით 1 მრავალთაგან. არწივის თავზე როზეტია 13 თეთრი ვარსკვლავით, რაც თავდაპირველ 13 შტატთან ასოცირდება. გერბი შეიქმნა ჯორჯ პრესტიუჩის და იულიამ ბართონის პროექტით. სახელმწიფო გერბი დამტკიცდა 1782 წლის 20 ივლისს. როგორც ყოველთვის განსაკუთრებულია ეს გერბი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე დამატებით საინტერესოა ყველა დანარჩენისთვის, ვისაც აინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ინფორმაცია. ულამაზესია, დამეთანხმებით. ულამაზესი გერბია. შემდეგი თემა არის ჰიმნი. ქვეყნის ჰიმნია The Star Spangled Banner, ვარსკვლავებით მოფენილი დროშა. ტექსტის ავტორია Preston Scott Key. ულამაზესი ტექსტია სხვათა შორის. ძალიან საინტერესო. ტექსტი ამოღებულია პოემიდან Fort McGinley-ის დაცვა. მუსიკის ავტორია ბრიტანელი კომპოზიტორი ჯონ სტეფენ სმიტი. ჰიმნი კონგრესის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა 1931 წლის 3 მარტს. აი ასე. საკმაოდ აზრიანი პოემაა. აზრიანი პოემიდან ამოღებული აზრიანი ჰიმნად გადაკეთებული ტექსტია. გამოყენებული უბრალოდ. და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. შემდეგი თემა არის უმაღლესი ჯილდო. უმაღლესი ჯილდო გამოიყურება აი ასე. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა პრეზიდენტის თავისუფლების მედალი. იგი გადაეცემა აშშ-ს და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ქვეყნის პრეზიდენტის უშუალო გადაწყვეტილებით. ჯილდოვდებიან ის პირები, რომლებსაც განსაკუთრებული როლი შეაქვთ და რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეიტანეს ქვეყნისთვის, როგორც საზოგადოებრივ, ასევე კულტურულ სფეროში. მედალი დაწესდა 1945 წელს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის გადაწყვეტილებით და თავდაპირველად გადაეცემოდა იმ პირებს, ვინც განსაკუთრებული როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს. გადავიდეთ შემდეგ ფოტოზე მაგალითად. აი ასე გამოიყურება, კიდევ სხვადასხვა ფოტოებია. პრეზიდენტმა კენედიმ უფრო გააფართოვა მედლის მინიჭების სფერო ასევე. დაჯილდოვდება ტრადიციულად ეწყობა ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის დროს 4 ივლისს. იგი ეძლევა პიროვნებას სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ
თუმცა იყო სამი გამონაკლისი. ამ ჯილდოს მფლობელები არიან ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი და ტონი ბლერი. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ასევე რომის პაპი იოანე მეორე და ასევე ბიბი კინგი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თეთრთავა არწივი. გამოვთ მკაცრი გამომეტყველების. ერთად ამერიკის შეერთებული შტატები საჰაერო თავდაცვის კუთხით ვითარდება და უფრო აქცევს ყურადღებას საჰაერო თავდაცვას და ფრინველი ეს ერთად გამოიყენება როგორც სიმბოლოდ, ეროვნულ სიმბოლოდ, რადგან ის თავისუფლების სიმბოლოა. საკმაოდ მკაცრი მებრძოლი ხასიათის ფრინველი. ეროვნული ყვავილი კი არის ვარდი. ეროვნული ყვავილი არის ვარდი. ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება და კომენტარება და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში.